ილიაზე ფიქრი, მსჯელობა, დისკუსია ყოველთვის არის მისივე პარადიგმაში. აწყო შობილი წარსულისაგან არის შობილი მომავლისა. ანუ ასე დანახვა, რომ ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. არ მარტო მნიშვნელოვანი, არა დაუცილებელი. თუ გინდა რომ ისტორიის ნაწილი ვიყოთ. შეიძლება ცხოვრობდეთ და ისტორიაში არ ვიყოთ. როგორც აი მერაბ მამარდაშვილს აქვს ეს ნათქვამი, რომ გავბედოთ და გავხდეთ ისტორიული არცები. ავიღოთ ისტორიული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. იმიტომ რომ ყველა ცხოვრება არ არის ისტორიული ცხოვრება. არის ისტორიული ცხოვრება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ღება. ერთი დედის წინაშე დადგომა. აი ეს სურდა ზუსტად ეს გამოეღვიძებინა ქართველიერი, რაც ნიშნავს გამოეღვიძებინა მეტაფორა ქართველიერი ჩაერთო პროცესებში, რომელიც იყო მსოფლიო პროცესები. ილიას უნდა ეს შეეცვალა. ჩვენი დაძინებული ბედი ისო გაეღვიძა ბედი, ანუ ბედი აიღო ქართულ ხალხს თავის ხელში. სამწუხაროდ ეკლესიამაც დაკარგა თავისუფლება. 1811 წელს გაუქმეს საქართველოს საპატრიარქო. და საქართველოს ეკლესიას დაუმორჩილეს რუსეთის სინოდს. თვითონ რუსეთში ეკლესია თავისუფალი აღარ იყო. იმიტომ პეტრე პირველმა გაუქმა საპატრიარქო და რუსეთი დაუმორჩილა საერო პირს. რელიგიის მინისტრს ფაქტობრივად, რომელიც არც იყო ეპისკოპოსი. და ასევე საქართველოს ეკლესიას გადავიდა რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა. ანუ ყველანაირი დამოუკიდებლობა იყო დაკარგული. აი ამიტომ უნდა გამოჩენილიყო რაღაც ახალი ძალა, არა ეკლესიიდან, არამედ აი საერო პირებიდან, რომელიც ახალ ხედვას შექმნიდა. და აღადგენდა საქართველოს როგორც პოლიტიკურ ერს. პირველ რიგში ეს უნდა მოხდარიყო ენის რეფორმის ხარჯზე. და ამიტომ ილიას პირველი გამოჩენა საზოგადო ასპარეზზე არის ლიტერატურული კრიტიკული წერილი. ესა ორიოდე სიტყვა რევაზ ერისთავის შეშლის თარგმანზე. თავიდან ამ ნაწერში თავიდან მან ამოიღო ის ასოები ქართულ ენიდან, რომელიც აღარ გამოიყენებოდა უკვე. გახსოვთ ეს MRO მაგალითად, რომელიც იმისთვის იყო, რომ ბერძნულ ალფავიტს ბერძნულ ამბავს დამთხოვოდა რიცხობრივად ქართული. არაფერი საჭიროება MRO-ი მაშინაც არ იყო, როცა შემოიღეს გარდა რიცხობრივი თანხმობისა. ასევე იოტა მაგალითად ვიზე საკმაოდ კამათები იყო მერეც რომ ამოვიღოთ ვი თუ არა. ბავშვად სხვადასხვა ბგერა ვაშვი და შვილი, უ სხვა არის და ვ სხვა არის. ამიტომ დიდი კამათები იყო. მე მაგალითად ვემხრობი რომ უ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ არა. მაგრამ ასო ხზე იყო კიდე. ილია მოვიდა რომ ერთი კაცი თუ მან მომიყვანეთ რომელიც ხოხობის მაგრად ამბობს ხოხობიო, კი ბატონო დავტოვოთ ეს ბგერა. სხვაშორის გუდამაკარშია დუმაცხოვში ვიყავ, იქ ჯერაც ამობენ. ხარები მოიპარეს კი არა, ხარები მოიპარეს. ხს ამოგებაც უნდა ილიას, მაგრამ აკაკი გადაარჩინა ხ. როგორ დავთქვათო მერე ილიას ჭკუა ქონიაო თუ ილიას ჭკუა ქონიაო. ეს ანეკდოტი იყო მიზეზი თუ არა, ყოველთვის ხ დარჩა. რა უნდა ილიას ამითი ეთქვა რომ მე ღრმა მორწმუნე არა ტრადიციების. ტრადიციები არ უნდა იყოს ჩემთვის დამაბრკოლებელი. თუ ისა არ მეხმარება მომავლის უკეთესად აწყობაში, რა თქმა ეს მკვდარი ტრადიცია. ამიტომ ილიას ამას ამბობს ერთავის მეტაფორულ მოთხრობაში ქვია გუბე. სადაც ქალი რომ ახალგაზრდა გოგო რომელიც არის ცეცხლოვანი ყველაფერი ახალგაზრდა ოცნებებისთვის გახსნილი და მას მოკლავენ, ანუ მეტაფორულად მოკლავენ და გაათხოვებენ ძალით. და ილიას ეუბნება რომ ეს თავიდანვე გეტყობოდა, იმიტომ რომ იმ რო ესე მოგივიდოდა, იმიტომ რომ იმ შეხვედრა და როცა ჩვენ შევხვდითო კრებულებას ეძახის, ნუ ეხანდელი ფაქტის რასაც ეძახით ჩვენ. აი ამ კრებულებაზე მე თქვენ გელაპარაკებოდით, თქვენ დედათქვენისკენ იხედებოდითო და დედათქვენი გეძახთათო. მე კი გითხარით ასეთი რამე. თქვენ ახლა დედათქვენს გონიათ რომ გრყვნითო და თქვენც თუ ახლა მიხვალთ დედათქვენთან, მე ვიფიქრე რომ თქვენც ასე გონიათო. და ეს გოგო ეტყვის, არა ეგრე სულაც არ არის, მაგრამ მე მორჩილების ბაწრით ვარ დაბმულია. მე გაწყვიტეთო ეს დამპალი ჯაჭვიო, ეს დამპალი ძაფიო. იმიტომ რომ რა თქვენთვის მორჩილება არაფერს არ ნიშნავსო? ნიშნავსო, რომ მხოლოდ ისეთიო, სადაც გონება უფალიაო. ილიაო. აი მეტაფორული მოთხრობა, ანუ გონება უნდა იყოს მორჩილების უფალი. ეს ნიშნავს, რომ ჩემმა გონებამ თვითონ უნდა აღმოაჩინოს ის ფასეულობა, რასაც მე მერე მიყვები. ამის გამო ილიას ადანაშაულებდნენ ათეიზმში. აი ილიას ნოვატორობა არის, რომ აი ამ როგორ თქვა, მონუმენტურ სურათს ქრისტიანობის ანგრევს და ამბობს, რომ შენ შეგიძლია იყო ქრისტიანი და აღარ იყო მონარქისტი. და შენ შეგიძლია მონარქის ადგილას დააყენო
რასაც ილია უწოდებს მამული. აი ილია თან ხდება იმ მოძრაობებს, რაც ევროპაში ხდებოდა. ევროპაშიც იწყება ამ დროს იმპერიების დანგრევა, ჰაბსბურგების მონარქია ინგრევა, მათ ნანგრევებზე წარმოიშობა ერის სახელმწიფოები და ბევრი ევროპელი მოაზროვნეებისთვის, მაგრამ ავიღოთ ფიხტე მაგალითად. ესაა განგებისმიერი პროცესი, რომ იმპერიები დაინგრეს და ყველაზე კარგი გამოხატულება რელიგიისაც არის ერის სახელმწიფოებში. ერის სახელმწიფოების წარმოქმნა, პატარა სახელმწიფოების თვითგამორკვევა, პატარა ერების თვითგამორკვევა, ეს არის რაღაც განგებისმიერი პროცესი. და იმპერიები აუცილებლად დაინგრევა. და ილია ხედავს და ილიას ჯერა ეს ასე იქნება, ამიტომ როგორც ჰაბსბურგები დაინგრევა, რუსეთის იმპერიაც დაინგრევა. მაშინ რა ქრისტიანობა დაინგრევა? არა, ილიას აფიქრებს. ამიტომ ის ხედავს, რომ საქართველოს თუ უნდა იყოს ნაწილი ევროპული პროცესების, ჩვენ ცუდა ახალი მოდელი შექმნათ წინასწარ. და არ ჩავთვალოთ, რომ რაც ქრისტიანობას აქვს ცუდად საქმე, თუ მონარქია დაინგრევა. ამიტომ ილია ცვლის ამ ხედვას და მონარქის ადგილას ამბობს, მამული. დავიწყებია რომ ქვეყნად სასახ მრთად მოუწია მხოლოდ მამული. ცოტა ისეთი ძლიერი სიტყვა გამოდის, ანუ მეორე ღმერთად ჩვენ გვაქვს მამული ღმერთის მერე, მაგრამ ეს პოლითეიზმი არ არის, გულისხმობს სხვა რამას. ჰიპერბოლა არის, უბრალოდ რომ შენი ქრისტიანული ოლობა გადის შენივე ქვეყნის სამსახურზე. მაგრამ რა უშლის ხელს და რა არის ეს მამული? ილიას მამული თითქოს ილია შემოდის, რომ არაფერ ახალს არ ამბობს, ეს ხალხიც უნდა იყოს. მაგრამ სინამდვილეში სრულიად განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. იმიტომ მანამდე მამული იმ გაგებით, რასაც ილია ქადაგებს, არ არსებობდა. იყო ეს იერარქიზირებული საზოგადოება, სადაც წარმოადგენილი იყო თავადი აზნაურს არ მოიყვანა რაცოდა და აზნაური ხო გლეხს არ მოიყვანა რაცოდა ღარიბი ყოფილიყო. ერთიანი სივრცე მაინც არ იყო იმ გაგებით, როგორც ილიას უნდა და ეს ახალ თავის კატეგორიაში მამული. ეკლესია იყო მართალია კვირაობით იკრებებოდა ხალხი ეკლესიაში, ისმენდა სახარებას, რომ ჩვენ ერთნი ვართ ყველანი და ქრისტე ყველასთვის თანაბრად ეცვა ჯვარს, მაგრამ გამოვიდოდით ეკლესიიდან და ისევ დიდი უბსკრული იყო საზოგადოებებს შორის. საერთოდ კანონიც კი არ არსებობდა, აი ამ ჯორჯაძე, არჩილ ჯორჯაძე აგრეთკებს კიდეც ილიას, რომ შენო ესეთი იდეალისტურ წარსულის სურათს ხატავდა, ეგრეც არ იყო, მაგრამ ილიასთვის ეს იყო პროპაგანდა, რომ აი წარსულს აიდეალებდა, რომ მაქსიმალურად იყო მომავლის ხატი, მომავლის გეგმას სახავდა იმ გაიდეალებული წარსული. ჯორჯაძე ამბობდა, რომ შეხედავ კანონში ერთი და იგივე კანონი არ მოქმედებს ერთგვარი დანაშაულის გლეხის და ბატონის როგორ გაიტყვიო, რომ ერთი მამული იყო, ერთი სამშობლო ჰქონდათ ყველას. ამიტომ ილიას უნდა და შეექმნა მონაწილეობის ახალი სივრცე. თუ მეფე არ არის ის პრინციპი, ვის მსახურებაში მონაწილეობა ჩვენ გავხდის ღირსეულს, მაშინ შეიძლება მოიგონა ახალი პრინციპი და ეს პრინციპი არის მამული. და მამულში ამ მოედანს ეძახის ილია. მოედანი გმირის წარმომშობი და მამული უნდა გახდეს გმირის წარმომშობი მოედანი. არჩილში ასე არის. ეს მამული აღარ უნდა იყოს უკვე დაქუცმაცებული გლეხად, აზნაურად, თავადად, არამედ ქართველი უნდა იყოს, ახალი კატეგორია შეიქმნას ქართველი. ანუ ქართველი კატეგორია უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს, ვიდრე გლეხი, აზნაური, თავადი, გურული, იმერელი, ქართველი, კახელი. ანუ ორი ტიპის გაუცხოება უნდა გადაელახა ილიას. ერთი იყო ვერტიკალური გაუცხოება წოდებებს შორის, მეორე იყო ჰორიზონტალური გაუცხოება საქართველოს კუთხეებს შორის. ამ ორივე გაუცხოებისთვის საჭიროა როგორც ვთქვით, ახალი ენის შექმნა. რეალურად ახალი ქართული ენის შემუშავება. ახალი იდიომის ურთიერთობის. ტიცანტაბიძე წერს, რომ 80%-ია ისენაო, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, ილიას გაკეთებულია, ილია შექმნილი არის. მაგრამ როგორ მუშაობს ტერმინოლოგიაზე. ზოგი ისეთ სიტყვა, რომელიც გონია, რომ ყოველთვის ქართულში იყო, უბრალოდ ილია შემოტანილია. სიტყვა შინაარსი არ გვექნებოდა ილიას არ მოეფიქრებინა ეს სიტყვა.